Ძაღლმშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გაშლა, რომელიც იქნება თემაზე რას სიამოვნო უნდა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, რას გიგზავნით სამყარო. ძალიან მალე. ჯერ გავიგოთ რა ენერგიებში იმყოფებით ამჟამად თქვენ. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა ენერგიებში იმყოფებით ამჟამად. თქვენს თავებზე კონცენტრირდით. სხვა არავიზე და არაფერზე არ იფიქროთ. და ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა ენერგიებში იმყოფებით ამჟამად. ვიტყოდი იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში, აი წინა გაშლებში სულ ვიძახდი რაღაცა ტრანსფორმაციებს, როგორც მახსოვს და ზუსტად აი ეს ენერგია მომდის ახლა თქვენგან, რომ აი რაღაცა დასრულდა თქვენს ცხოვრებაში ისეთი, რისგანაც, ან ვისგანაც ნანგრევები დარჩა მხოლოდ და თქვენ იქ ზედმეტი იყავით, ან თქვენი შესაფერისი არ იყო ის ყველაფერი, რაც დასრულდა თქვენს ცხოვრებაში და აი ეს ამაყად თავაწეული წახვედით იმ სიტუაციიდან, ან დაასრულეთ ის სიტუაცია, რაც იყო თქვენს ცხოვრებაში. ჯერ თან ისე დაასრულეთ, მეგობრებო, რომ წინ არ იცოდით რა გელოდებოდათ. თუმცა აი ისეთი შეგრძნება რო აქვს ადამიანს, ხომ იცით, რომ აი ამას ყველაფერი მირჩევნია, ის ზუსტად ეს მომენტი იყო თქვენს ცხოვრებაში, ადექით და წახვედით, მაგრამ არჩევანი გააკეთეთ სინამდვილეში გამოგივიდეთ ისე, რომ არჩევანი გააკეთეთ ძალიან დიდი სტაბილურობისკენ. არ ვიცი ეს რას ეხებოდა ურთიერთობას, თქვენს კარიერას, ფინანსებს თუ რა იყო, მაგრამ ესეთ ენერგიებში იმყოფებით ახლა, ყველამ თქვენს სიტუაციას მოარგეთ და არჩევანი გააკეთეთ ძალიან დიდი სტაბილურობისკენ. რეალურად, ეხლა თუ ამ ენერგიებში არ იმყოფებით, მაგრამ ხართ აი აქ, ამ სიტუაციაში რომ მიდიხართ რაღაცა, ასრულებთ რაღაცა ძველს, გამოუყენებელს, გამოუსადეგარს და გადაწყვიტეთ რომ გააკეთოთ ეს არჩევანი, იცოდეთ რომ აი ეს არჩევანი მოგიტანთ ძალიან დიდ სტაბილურობას იქ, სადაც მიხვალთ, სადაც წახვალთ, ან ვინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში. თუ ეს ადამიანს ეხება, მოგიტანთ ეს ადამიანი, ან შემოვა თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც იქნება სტაბილური ურთიერთობისთვის მზად, სერიოზული სტაბილური ურთიერთობისთვის მზად. თუ ეს ფინანსებს ეხება, ეს იქნება ძალიან მყარი, დიდი შემოსავალი თქვენს ცხოვრებაში და თუ კარიერას ეხება, ესეც ძალიან წარმატებული, სტაბილური კარიერული წინსვლა გექნებათ, შეიძლება რაღაცის ლიდერიც გახდეთ, მეგობრებო, საკმაოდ წარმატებულად იქნება თქვენი ეს სფერო განსაკუთრებით. თუმცა ვის რა სიტუაცია აქვს და ვინ რა სფეროზე ფიქრობს ამჟამად და რა სფეროშია აი ასეთ ენერგიებში, იმის მიხედვით იმსჯელეთ თქვენ. კარგი. ეს თქვენი ენერგიები ვიკითხე, მეგობრებო, მაგრამ რეალურად რაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში სიახლე, ისიც მაჩვენა. მაგრამ ამჟამად ხართ აი ესეთ ენერგიებში, რომ დასასრულში, რაღაცის დასასრულში ხართ, მეგობრებო, რაც შეიძლება ამჟამად არ იცოდეთ, რას მოგიტანთ ამ ყველაფრის დასრულება,
მაგრამ როგორც წეგან აღნიშნე, მოგიტანთ დიდ სტაბილურობას ერთი სიტყვით. ხო, ვიკითხოთ ახლა, რა სასიამოვნო სიახლე შემოვა სულ მალე თქვენს ცხოვრებაში. რას გიმიზადებთ სამყარო, რა სასიამოვნო სიახლეს აგზავნის თქვენსკენ სამყარო. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო სიახლე შემოვა თქვენს ცხოვრებაში მალე. ძალიან საინტერესოა. აქ რადგან ფონად ორიანის თასები მაქვს, მეგობრებო, სავარაუდოდ უფრო მეტად რეზონირდება მათზე, ვინც ფიქრობს თავის პირად ცხოვრებაზე და ვიტყოდი ასე, რომ ურთიერთობა სადაც ცოტა ისეთი სიტუაცია იყო, აი გამოფიტვა გქონდათ, შეიძლება ორივეს, თქვენ ამჟამად თქვენ მისმენთ და ვინც მისმენთ თქვენზე მაქვს საუბარი, აი ამ ურთიერთობაში რაღაცნაირი გამოფიტულობა გქონდათ თითქოს, რაღაც არ გაბედნიერებდათ და ვერ გრძნობდეთ თავს კარგად, ყოველ შემთხვევაში. შეიძლება აი იცით რა მომენტი იყო? ძალიანაც რომანტიული და ბედნიერი ურთიერთობა, მაგრამ თლად ჩამოყალიბებული და დალაგებული არა, აი ესეთი ურთიერთობა. რუტინასავით იყო რაღაცნაირად თითქოს მოგბეზრდათ ეს ყველაფერი და აი ამ ყოველდღიურობამ გამოგფიტათ. ზოგჯერ ისიც ღლის ადამიანს ყოველდღიურად მხოლოდ მიწერ-მოწერა რომ ხდება ურთიერთობაში და მეტი არაფერი არ ვითარდება, ხო? აი ესეთი ურთიერთობა ვისაც გქონდათ, თუმცა გრძნობებით და მთელი ესეთი რაღაცა რომანტიკით და გრძნობებით სავსე ურთიერთობა, ესე ვიტყოდი, მაგრამ რაღაცა მომენტში აღმოჩნდა აი ასე, რომ თითქოს დაგღალათ აი ამ რუტინამ, ხო, აი ესეთი ენერგია მომდის, რადგან თითქოს ბოლომდე არც იყო ჩამოყალიბებული, რაღაცა გაურკვეველი იყო ამ ურთიერთობაში, შეიძლება. აი ამ ურთიერთობაში მოდის ზუსტად ძალიან ესეთი დიდი ბედნიერება, მეგობრებო. და თავს იგრძნობთ ძალიან კარგად, შევსებულად, სტაბილურად, ოჯახურ ბედნიერება, აი თითქოს რაღაცა ოჯახური სიტუაცია იქნება თქვენ შორის, ოჯახური ბედნიერება, შეიძლება არ ხართ ოჯახი, მაგრამ აი რაღაცა ესეთი ძალიან დაახლოება მოდის ემოციური თქვენ შორის, თქვენსა თქვენს ადამიანს შორის და ძალიან კარგი პერიოდი. თუ აი ვისაც ურთიერთობაში გაქვთ აი ესეთი ცოტა სტაგნაციური პერიოდი, იცოდეთ რომ ამ ურთიერთობაში საკმაოდ ნათელი ფერადი დღეები და კარგი აი ბედნიერი პერიოდი მოდის და თქვენ იგრძნობთ თავს ძალიან დადებითად, დაფასებულად, რაც მთავარია და აი ეს ზოგადად ქალბატონებს ურთიერთობაში ყველაზე მეტად ეს გვჭირდება, რომ ვიგრძნოთ ადამიანისგან დაფასება, ხო? და აი ამ დაფასებას იგრძნობთ თქვენ ნამდვილად ამ ურთიერთობაში, რადგან აი თითქოს ის, რაც გაურკვეველი იყო, თითქოს რამაც დაგღალათ, თითქოს აი ეს ყველაფერი დასრულდება და დაიწყება რაღაცა უფრო მეტად ისეთი ემოციური და ბედნიერი პერიოდი. დადებითი ემოციებით სავსე. კარგი. კიდევ რა მოდის თქვენს პირადში? ხო, აქ კიდე მინდა დავამატო ის ფაქტი, რომ მათზეც რეზონირდება, ვისაც ასეთი ურთიერთობა გაქვთ, ან გქონდათ, მეგობრებო, და აი ამ ურთიერთობის ფონზე თქვენ საკმაოდ ისეთი ინტუიცია, ძალიან ისეთი სპირიტუალური ხედვები და ესეთი რაღაცა შეიძლება ხშირად უყურებთ ტაროს გაშლებს, ან დაინტერესებული ხართ ტაროთი, ეზოთერიკით, აი რაღაც ესეთი ისინი გაგიხსნათ ამ ურთიერთობამ, რადგან ძალიან ისე იყავით, ან ხართ ახლა იმ ისეთ მდგომარეობაში, რომ
არ იცით რა გააკეთოთ და ბნეული, შეიძლება მიმართავთ ტაროლოგებს ან ფსიქოლოგებს, ხო? და აი ესეთი მიმართულებით ძალიან აი უფრო მეტად გაგივითარათ აი ამ ურთიერთობამ თქვენი მესამე თვალი, შეიძლება ასეც ითქვას. ან ხო ეს რაღაცა ინტუიცია ძალიან და ძალიან დაგაინტერესათ ესეთმა თემებმა ზოგადად. ესეც რეზონირდება ამ ვარიანტში. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე მოდის თქვენს ცხოვრებაში? ძალიან მალე. რა სასიამოვნო სიახლე მოდის თქვენს ცხოვრებაში? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო შემოდის თქვენს ცხოვრებაში მალე? მე მეგობრებო, აქ ძალიან მინდა ხოლმე რომ ცოტა სხვა ან კარიერა, ან ფინანსები ესეთი მხრივ ამოვიდეს ხოლმე და ესეთი ენერგიები ვიქცნო, მაგრამ უმეტესად ხშირად ესეთ გაშლებში უფრო ძირითადად ამოდის ხოლმე პირადი ურთიერთობები, როგორც ახლა. კარგი, რა სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში, მეგობრებო, და ადამიანი, რომელიც იყო არაფერს არ მოქმედებდა საერთოდ. შეიძლება არ გაგიწყოთ ურთიერთობა, მაგრამ არაფერს არ მოქმედებდა, წინ არ მიყავდა ურთიერთობა, აი გაჩერებული, სტაგნაციური, თუმცა ურთიერთობა, სადაც საკმაოდ ისეთი სიყვარულია თქვენ შორის, საკმაოდ მიჯეჭვული ხართ ენერგიებით ერთმანეთთან, სტაბილურად შეიძლება ხართ ერთად, მაგრამ ამ ურთიერთობაში ამჟამად ეს პიროვნება არაფერს არ აკეთებს. ანუ იცი რა მომენტია კიდევ, შეიძლება აი ზოგჯერ ხდება ხოლმე ისეც, რომ შორდებიან პარტნიორები, მაგრამ ესე ფიზიკურად, თორე რეალურად ესე ემოციურად, ენერგეტიკულად არ არიან დაშორებული ადამიანები და აი აქ ზუსტად ეს მომენტი მომდის. ვიღაცებთან შეიძლება რეზონირდეს, რომ ისევ ერთად ხართ სტაბილურად, მაგრამ არაფერს არ ცვლის ეს ადამიანი, არაფერს არ აკეთებს რეალურად თქვენთვის ამ ურთიერთობისთვის და უმეტესად რეზონირდება მასზე, ვინც არ ხართ ერთად ფიზიკურად, მაგრამ ემოციურად და ესე ენერგეტიკულად ერთმანეთთან ხართ გადაბმულები, ისევ ერთმანეთზე, აი რაღაც ორივე ერთმანეთზე ფიქრობთ. მაგრამ ამ ურთიერთობაში არის არჩევანი გასაკეთებელი, ეხლა არ დავაზუსტებ, რა თქმა უნდა, ვერ დავაზუსტებ, იმიტომ რომ ყველასთან სხვადასხვა სიტუაცია საჯარო გაშლაში, რაღაცნაირი არჩევანი არის გასაკეთებელი ამ ურთიერთობაში, საბარაოდ ამ ადამიანის მხრიდან, იმიტომ რომ ის არ მოქმედებს არაფერს და სასიამოვნო სიახლე შემოდის ზუსტად ეს, მეგობრებო, რომ ეს ადამიანი, უყურეთ, ეს ადამიანი გადაწყვეტს, ანუ ფონი აქვს უკვე ესეთი რაღაცნაირი, რომ გადაწყვეტს მოვიდეს საკმაოდ ისეთი რომანტიულად, ემოციურად. კარგი კი მოვა, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს ადამიანი, ვნახოთ. მეც აღარ გამოვიღებ. რადგან მზის არკანი ამოვიდა, ეს ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს, რომ თქვენთან დაიწყოს თავიდან ყველაფერი, ბედნიერი, წარმატებული, მყარი და ჯანსაღი ურთიერთობისთვის. ძალიან კარგია, მეგობრებო, არ ვიცი, რამდენი ხანია უმოქმედოთ ეს პიროვნება, იმიტომ რომ 4-იანის ხმლები საკმაოდ ისეთი არკანია, რომ ცოტა ილუზიურიც არის ეს პიროვნება და თავის თავში არ არის კარგად, ვერ ერკვევა თავის გრძნობებში, შეიძლება საკუთარ თავში, მაგრამ აი ამ ახლო პერიოდში ძალიან მალე ეს პიროვნება გადაწყვეტილებას მიიღებს და მოვა კი გრძნობებით, რომანტიკით, რაც თქვენ გჭირდებათ ძალიან და მოვა საერთოდ ახალი დასაწყისი, ანუ
ახლიდან რომ დაიწყოს თქვენთან ურთიერთობა. შეიძლება ასეც გითხრათ, რომ მოდი თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი. რაღაც ესეთ ძალიან. მაგრამ ეს ურთიერთობა მიდის საკმაოდ ისეთი დადებითი და წარმატებული ურთიერთობისკენ. ანუ ასე ვიტყვი, რადგან ეს ბედნიერი ჯანსაღი წარმატებული ურთიერთობა ყოველთვის სხვადასხვაა, მეგობრებო. ვიღაცას შეიძლება სულ არ უნდა ქორწინება და უბრალოდ უნდა გვერდით ყავდეს ნორმალური ადამიანი, ვიღაცისთვის ქორწინება არის პრიორიტეტი და ასე შემდეგ. ამიტომ ასე ვიტყვი, რომ ეს ურთიერთობა გადაწყვეტილების შემდეგ ძალიან მალე წავა იმ ურთიერთობისკენ, რაც თქვენ გინდათ, ბედნიერად იგრძნობთ თავს, დაფასებულად და დაიწყება თავიდან ეს ყველაფერი. და თუ ამჟამად არაფერი მოქმედება არ არის ამ ურთიერთობაში და არანაირი გადაწყვეტილება, ზუსტად ეს სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში, რომ ეს ადამიანი მიიღებს თქვენსკენ გადაწყვეტილებას, თქვენ აგირჩევთ. ან ახლა ესე ყველასთან სხვადასხვა არის, ხო? ეს რაღაც არჩევანი გასაკეთებელი. აგირჩევთ თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვიღაცასთან დაუშვათ სხვა მესამე პირი თუა, ვიღაცასთან უბრალოდ თავისუფლებასა და თქვენ შორის აქვს არჩევანი გასაკეთებელი, ვიღაცას დედასთან აქვს პრობლემა, მესამე პირად დედები არიან ხოლმე ხშირად, ნათესავი, მეზობელი და ასე შემდეგ. ხო, ყოველ შემთხვევაში ამ ურთიერთობაში ეს ურთიერთობა გაჩერებული იმიტომ არის, რომ არის არჩევანი გასაკეთებელი ამ ადამიანის მხრიდან და ეს ადამიანი გადმოდგამს თქვენსკენ ნაბიჯებს ძალიან მალე. როგორც აი ამ თქვენს ენერგიებში წავიკითხე, ზუსტად აი ამ ორივე ვარიანტში ამოვიდა ისეთი ენერგია, რომ რაღაცა სტაბილურობისკენ მიდიხართ. მოდი კიდევ ერთხელ ვიკითხავ. ხო? და დავასრულოთ. რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. ეს თასების რაინდი. ვაუ. არ შემიძლია. მეგობრებო, ან ასე მგონია, რომ მინდა რომ ყველაზე რეზონირდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე მგონია, რომ აი რაღაცა მცირე რაოდენობას ეხება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სულ რაღაცა ერთნაირ ენერგიებში ამოვიდა, ანუ სულ ერთი ისტორიის მიყვება თითქოს და რომ რამდენჯერაც გავშალეთ, დაახლოებით ერთს. ამ ურთიერთობაში არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია ახლა, მეგობრებო. რაღაცა არის დასრულებული, აი ესეთი ძველი და იცვლება ძალიან ბევრი რამე და ეს ცვლილება არის ზუსტად ის, მეგობრებო, რომ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში მოდის ძალიან ესეთი სტაბილური ურთიერთობისთვის, ვიღაცასთან ოჯახისთვის, როგორც წეგარ ვთქვი, ვიღაცასთან უბრალოდ იმისთვის, რომ იყოთ ერთად, რადგან თქვენ მისთვის ხართ საყვარელი ქალი, თქვენთან აქვს სიყვარული, გრძნობა, თქვენთან გრძნობს თავს როგორც ოჯახში ისე, მეგობრებო და აი ის სიტუაციები, რაც ახლა აღწერე თავიდან ბოლომდე, ვისაც ესეთი ენერგიები გაქვთ ახლა, ვისაც ის ყველაფერი გაქვთ პირადში, რაც წეგან ვთქვი, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი აუცილებლად მოვა. მართალია რაინდია და ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის ეს პიროვნება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს პიროვნება, თქვენ უფრო მაღალ ვიბრაციებში ხართ, მეგობრებო, და უფრო მეტად ჩამოყალიბებული ხართ, თუმცა მაინც გაქვთ ძალიან ბევრი საერთო, მაგრამ ეს პიროვნება მოდის მაინც დიდი სტაბილურობით
თქვენთან, რადგან ხვდება, არ ვიცი თქვენ შორის რა მოხდა აქამდე, რადგან ხვდება ეს ადამიანი, რომ თქვენ შორის აი ამ მყარი სტაბილური ურთიერთობის გარდა არაფერი არ იქნება. მიუხედავად გრძნობისა, თუ ეს ადამიანი პაჟებით და უპასუხისმგებლოდ მოვა, ხვდება, რომ არაფერი არ გამოუვა, მაგრამ რადგან თქვენ მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ და თქვენთან აქვს ამ ადამიანს გრძნობები, გადაწყვეტილებას იღებს, რომ აი ეს ტრანსფორმაცია ზუსტად მასშიც ხდება, რომ რაღაცნაირად გაიზარდოს ნელ-ნელა და მოვიდეს დიდი ოჯახური სტაბილურობით, ესე ვიტყვი უფრო მეტად, იმიტომ რომ აი ესეთი ენერგიები მომდის. აქ იქნება როგორც გრძნობა, ემოცია, ასევე ძალიან დიდი სტაბილურობა ურთიერთობაში. ძალიან მიხარია მეგობრებო, დიდი ხანია ესეთი რაღაცნაირი ამაღელვებელი, ემოციური, რომანტიული არკანები ერთად არ ამომსვლია და ძალიან მიხარია, ვისაც რეზონირდება, დამიწერეთ კომენტარებში და ვისთანაც გამოჩნდება, ისიც მითხარით, მე ძალიან მინდა რომ მოგილოცოთ. იმიტომ რომ რაინდის ენერგიების მიუხედავად, ცუდი არ არის, მაგრამ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის ეს პიროვნება, ამის მიუხედავად ეს პიროვნება მაინც მოდის დიდი სტაბილურობით თქვენთან. ძალიან მიხარია, წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, 7 ღამეს დაგემშვიდობებით ახლა. შეგახსენებთ ჩემს საკონტაქტო ნომერს 591 16 დამიკავშირდით WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირადი სესიებისთვის. დროებით.